დღეს არის შაბათი 20 ნოემბერი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 7 ნოემბერი 2021 წელი და ღმერთმა დაგლოცოთ და მე მინდა დღევანდელი წმინდანების შესახებ მოგიყვეთ ოღონდ ის ჩანაწერი არის ესე იგი ცოტა სხვა დღეს არის გაკეთებული წინასწარ არის მოკლედ გაკეთებული და ბოლოში სულ ბოლოში მოგიყვებით რა მიზეზი არის იმისა რომ წინასწარ გავაკეთე ეს ჩანაწერი ანუ ესე იგი ამ დღეს მე 20 ნოემბერს ვარ მოგზაურობაში ოღონდ აი რაღაც ძალიან საინტერესო რაღაცა მოხდა დამთხევა და გაჩვენე მოგიყვებით მოკლედ დღეს არის რამდენიმე წმინდანის ხსენება ოღონდ ცოტა ესე იგი და ცოტა წმინდანები და ცოტა ამბავი მათ შესახებ მით უმეტეს რომ ერთი მოყოლილი გვაქვს ეხლა უნდა მოგიყვე ნუ პირველეს ყოვლისა ეს არის წმინდა პროზდოკიმუს პატავიელი პროზდოკიმუს ეს ბერძნული სახელია მაგრამ და ბერძნული წარმოშობის ადამიანია ოღონდ პატავია ეს არის დღევანდელი პადუა იტალიაში არის ქალაქი პადუა აი ამ პადუას ერქვა ადრე პატავია და ამ პატავიის ეპისკოპოსზეა საუბარი წმინდა პროზდოკიმუსზე მის შესახებ არაფერი კი არა არ არის ცნობები უბრალოდ ისტორიული დოკუმენტები არ არის შემორჩენილი მხოლოდ მე-18 საუკუნეში დაიწერა მისი ცხოვრება როდესაც მისი წმინდა ნაწილები აღმოაჩინეს წმინდა იუსტინას ტაძარში ვებერთელა ტაძარი გაჩვენებთ მე პადუაში და საუბარი არის პირველი საუკუნის წმინდანზე ეს არის პროზდოკიმუს ესე იგი სიტყვა ბერძნულიდან ნიშნავს სასურველს ვისაც ელოდებიან და ეს იყო პეტრე მოციქულის მოწაფე და 20 წლის იყო როდესაც პეტრე მოციქულმა გაიცნო ანტიოქიაში დაასხა აკურთხა ესე იგი ეპისკოპოსად და გააგზავნა მისიონერული მოღვაწეობისათვის გააგზავნა იტალიაში და მოხდა ამ ქალაქ პადუაში და იქ დაიწყო ქადაგება იქადაგა და ისეთი და მოიარა იტალიის ქალაქები ვენეციის დასავლეთ საზღვრამდე კი მივიდა ქადაგებდა და გარდაიცვალა დაახლოებით 100 წელს ქრისტეს შობიდან ღრმად მოხუცებული და პირველი მისი ნუ ახლა ყველაფერი მოგიყევით რაც ვიცით მის შესახებ პირველი მისი მოხსენება არის მე-6 საუკუნის ბარელიეფია და იქ არის მისი წარწერა მისი სახელი იქ წერია ესე იგი იმდენად გავრცელდა შემდეგ მისი თაყვანისცემა რომ 1355-59 წლებში რიეტი ეს არის ქალაქი იტალიაში რიეტი და აი ეს რიეტი არის იტალიის გეოგრაფიული ცენტრი. ისიც მისი ვერცხლის მონეტაც კი მოჭრეს, ესე რომ ვთქვათ, გაჩვენებთ ამ მონეტის ფოტოც გვაქვს. ეს არის გროსო მონეტა, ანუ 2 სოლდო. ესე იგი მისი სადაც არის გამოსახული წინა პროზდოკიმუსი. და შემდეგ გვაქვს რამდენიმე ნახატი, აი მოკლედ გიყვებით, არაფერი არ ვიცით მეტი და ბოლოსთვის შემოვინახე სურპრიზი, რაღაც ძალიან საინტერესო რამ უნდა გაჩვენოთ. აი ეს არის მისი გამოსახულებები, უბრალოდ ჯერ გაჩვენებთ, აი ეს არის მისი წმინდა ნაწილი, აი ესეთი ნამცეცი გვაქვს. და ეს არის ძალიან ცნობილი კანკელი პადუაში, წმინდა ანტონის ბაზილიკაში. აი ეს არის ამის ავტორია ანდრეა მანტენია 1431-1506 წლები და აი ეს არის წმინდა პროზდოკიმუსი, აი ეს არის და გაჩვენებთ ახლა გადიდებას. აი ეს არის წმინდა პროზდოკიმუსი იქიდან, აი ამ კანკელიდან. მიაქციეთ ყურადღება რომ ხელში დოქი უჭირავს და გეტყვით რატო. აი კიდევ სხვა გამოსახულება წმინდა პროზდოკიმუსის. აქაც დოქი უჭირავს ხელში. აი კიდევ წმინდა პროზდოკიმუსი, ეს არის 1503 წელს შესრულებული გამოსახულება. მოგვიანებით გავრცელდა შემდეგ აი მისი
თაყვანისცემა. ეს დოკი ხელში ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ნათლავდა, საერთოდ ძალიან კარგი და ძალიან ცნობილი ქადაგებელი იყო და მზრუნველი თავის როლზე და მოკლედ სულ ნათლავდა და ნათლავდა. ახლა კიდევ ერთი უნდა გაჩვენოთ, ესე იგი. ეხლა ყოველს ერთი სული მაქვს, უნდა გაჩვენოთ საოცარი გამოსახულება აღმოვაჩინე. აი ესა. აი ეს არის მონეტა, რომელიც იყო მოჭრილი, გადიდებული რა თქმა უნდა. აი ეს არის ტახტზე მჯდომარე პროზდოკიმუსი აწერია უბრალოდ აქედან ვიცით. აი ეს. აი უკანა მხარე როგორია. და აი ეს არის წმინდა იუსტინოს ტაძარი, წმინდა იუსტინოს ტაძარი პადუაში, სადაც არის მისი სარკოფაგი და მისი წმინდა ნაწილები. აი ესეთია. ესეთია. აი მისი საკურთხეველი და სარკოფაგს ხედავთ, გადიდებულად გაჩვენებთ. აი ეს არის მისი სარკოფაგი. და ეგ სარკოფაგის თავზე არის მისი გამოსახულება, რომელიც ახლა გაჩვენოთ საოცრებაა. ეს არის აი მეხუთე საუკუნის ბარელეფი. აი ესეთი იყო წმინდა პროზდოკიმუსი, როდესაც 20 წლის ასაკში პეტრე მოციქულმა აკურთხა ეპისკოპოსად. და გამოუშვა აქეთ. მგონი არაჩვეულებრივი რომაული გამოსახულება. აი ეს არის ყველაფერი, მოკლედ რაც პროზდოკიმუსის შესახებ უნდა მეთქვა. ეხლა გადავალ მეორე წმინდაზე, იმის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ ასევე ძალიან საინტერესო გამოსახულება გვაქვს მე-10 საუკუნის იქაც ძველი გამოსახულება. ეს არის კასინია, მოწამე კასინია, ქალწული არა, დაოჯახებული ქალბატონი იყო, ანკირელი, ანუ ანკარა, დღევანდელი ანკარა თურქეთის ტერიტორიაზე და ლათინურად მისი სახელი არის კარინა. ჩვენთან არ არის ეს სახელი გავრცელებული, სომხეთში არის და ასე რომ ყველას ულოცავ სომეხ ქალბატონებს, ვისაც ქვია კარინა. მით უმეტეს ვინც არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, ყავს ესეთები, მე ვიცნობ პირადად ასეთ ადამიანებს. მელასიპი იყო მისი მეუღლე, კარინა, ანუ კასინია და შვილი ყავდათ ანტონინი. და ესენი აწამეს იულიანე განდგომილის პერიოდში, ამ ანკირიაში, ანუ ანკარა, დღევანდელ ანკარაში, ეს არის 361-363 წლები და მოკლედ ესენი შეიპყრეს როგორც ქრისტიანები, ჩაყარეს ციხეში და შემდეგ გამოიყვანეს ეს ცოლქმარი და ჩამოკიდეს. ეხლა გაჩვენებთ ამას ყველაფერს, გამოსახულება არსებობს და სწავლობდნენ, რომ უარეყოთ ქრისტიანობა, ამათ მოუარე თქვეს და ესე ბრწყალები არის რაღაც ფაუდეს, ამით ტანს ამშვებოდნენ, რა ქვია, კაწრავდნენ და ნუ რაღაცა. მერე ბოლოს გამოიყვანეს ამათი შვილი ანტონინი და აი მას ანტონინის თვალწეს დედას მკერდი მოკვეთეს და ამ მამას მუხლებში გადაჭრეს ეს ჩამოკიდებული და დაყარეს იქვე და ეს ბავშვი არა, ნუ ახალგაზრდა კაცი იყო, ხელში აიღო მშობლების მოკვეთილი ნაწილები და ემთხვია და ნუ ესენი ესეთნაირად მოკლედ დახოცეს და შემდეგ ესე იგი ანტონინმა იულიანე განდგომილი ესწრებოდა ამას და სახეში შეაფურთხა მოკლედ იმპერატორს. ამათ იმედი ჰქონდათ, რომ ამას იმიტომ აყურებინეს, რომ შეეშინდებოდა და ამან რადგან და სახეში შეაფურთხა იმპერატორს. შემდეგ საშინლად ესე იგი ესეც აწამეს და ჩამოხაჭანეს ეს სხეული ამ ბრჭყალებით. შემდეგ რა უქნეს, ცით მუხლი გადაუმტრიეს და ჩამოკიდეს ფეხებზე, ჩამოკიდეს ლოდი ამ გადატეხილ ფეხებზე და შემდეგ თავი გადაპარსეს და ქალაქში დაატარებდნენ ესე ანკარაში დაატარებდნენ, რომ აი ვითომ სამარცხვინოა რა, რომ ეს იგი როგორი სამარცხვინოა ქრისტიანობა თუ რა ვიცი რა. მერე ბოლოს გადააბარეს აგრიპინი იყო, ესე იგი სამხედრო ხელმძღვანელი ამ მხარის, ხო და მან ესე იგი გაუარვარებულ ღუმელში შეაგდო და შემდეგ გამოიღო და ხეცებს დაუგდო, მაგრამ მაინც გადარჩა ცოცხალი, ვერაფერი ვერ დააკლეს. ამას უყურებდა 40 ახალგაზრდა ყმაწვილი, რომლებიც ასევე მოექცნენ და გახდნენ ქრისტიანები და ბოლოს ესე იგი რომ ვერაფერი ვერ უქნეს, თავი მოკვეთეს.
დააწვინეს რაღაც გაავარვარებულ საწოლზე, მაგრამ ვერაფერი ვერ დააკლეს და ბოლოს მოკვეთეს თავი. აი, ასეთნაირი ახლა გაჩვენებთ. აი ეს რაც მოგიყევით ამ ბასილი მეორის მინოლოგიაში არის. აი ეს ნახეთ, ეს მელასიპი მისი მოკვეთილი ფეხებით. ეს კასინია. აი ეს მოკვეთილი მკერდით ამას გადიდებულს გაჩვენებ და ეს ანტონინი. აი ესეთი არაჩვეულებრივი მინიატურა გვაქვს. აი კასინია როგორია ახლოდან. აი ესეთი არის კასინია. აი ამ კასინიას მინდა ნაწილი გვაქვს ჩვენ. აი ეს. აი ეს არის კასინიას მინდა ნაწილი. აი ეს. და შეგვეციოს მინდა კასინიას მადლი და ბოლოს დღეს არის ხსენება, აი ძალიან ცოტაა დღეს. დღეს არის ხსენება წმინდა კონსტანტინე გოლუბევის ბოგოროცკელის, რომელიც სხვათა შორის აი საოცარი რაღაცაა დამთხევა, რომ სულ რაღაცა რამდენიმე კვირის წინ მქონდა მასზე საუბარი, ეს არის საუბარი 127. 52 წუთი და 32 წამიდან არის ამ კონსტანტინე ბოგოროცკელის შესახებ და დღეს არის მისი ნაწილთა აღმოყვანება. შეგვეციოს წმინდა პროზდოკიმუსის მადლი, მე ხამ კონსტანტინეს შესახებ აღარ გაჩვენებთ, იმიტომ რომ ნაჩვენები მაქვს აი სულ რამდენიმე დღის წინ და წმინდა კასინიასი და კიდევ მელასიპის და ანტონინესი შეგვეციოს და დაგლოცოს ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი. და ეხლა მინდა სწორედ აი ეს მიზეზი გითხრათ, რატო ჩავწერე ეს საუბარი წინასწარ. აი სწორედ ეს მიზეზი დაემთხვა სინამდვილეში, იცით მე ვერ დაგეგმილი მქონდა ეს მოგზაურობა და რო გავარკვია, აღმოჩნდა რომ შაბათს არის კონსტანტინე გოლუბევის ხსენება და მე შემეძლო ყოფილიყავი იმ ადგილზე, სადაც მოხდა მისი ნაწილთა აღმოყვანება და თუ ესე იგი ღმერთი შეგვაძლებინებს, ახლა გადავინაცვლოთ ნაგინსკი ესე ქვია დღეს და ბოგოროცკი ერქვა ამ ნაგინსკი, ეხლა ქვია ბოგოროცკი და აი ახლა გადავინაცვლოთ ჩვენ ამ ნაგინსკში ამ წმინდა კონსტანტინეს საფლავზე. და სანამ დაგემშვიდობებოდეთ აქ მინდა კიდევ ერთი რამ გითხრათ, რომ ხვალ არის მთავარანგელოზობა 8 ნოემბერია საეკლესიო კალენდრით და 21 ნოემბერია 21 ნოემბერი არის, ესე იგი საჩვეულებრივი საერო კალენდრით და 21 ნოემბრის შესახებ ჩვენ ვისაუბრია მთავარანგელოზებზე და მე მქონდა რაღაც არაჩვეულებრივი ძალიან საინტერესო მოგზაურობა დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ეს არის ხონა, ისტორიული ქალაქი ხონა და გადავიღე ფილმი, რომელიც აი ხვალ გამოქვეყნდება და ესე იგი კომენტარების გარეშე უბრალოდ გამოვაქვეყნებ ხვალ ამ ფილმს ხონაში მოხდენი მთავარანგელოზის სასწაული, მოკლედ ესე ქვია ამ ფილმს, ამასთან დაკავშირებით ხვალ ყურადღება მიაქციეთ და ნახეთ ეს ფილმი. მე კი ამითი დაგემშვიდობებით აქედან კიდევ ერთხელ და ახლა ჩვენ გადავინაცვლებთ აი ამ წმინდა კონსტანტინეს საფლავზე. დღეს ნამდვილად შაბათია. ანუ წინასწარი ჩანაწერის გაგრძელება ახლა ესა. დღეს არის შაბათი 20 ნოემბერი საეკლესიო კალენდრით, დღეს არის 7 ნოემბერი 2021 წელი. და ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქალაქ ნაგინსკში, ნაგინსკის გარეუბანში უკვე ნაგინსკი, რომელსაც ადრე ერქვა ბოგოროცკი. და დღეს არის ნაწილთა აღმოყვანება, ესე ეწოდება. ანუ დღევანდელ დღეს გახსნეს საფლავი წმინდა კონსტანტინე ბოგოროცკელის, ანუ გოლუბევის, რომლის შესახებაც ჩვენ ვისაუბრეთ, ეს იყო საუბარი 127 და ჩვენ ახლა მივდივართ იმ ადგილის სანახავად, საიდანაც აღმოიყვანეს მისი წმინდა ნაწილები, ანუ სადაც დახვრიტეს.
აი ეს ადგილი არსებობს შემორჩენილი მე ამაზე მაშინაც თქვი ფოტოების გაჩვენეთ და აი ესეც რაღაცა ღვთის განგებაა რაღაცა უცარი ჩვენ აქამდე მანქანით მოვედით ეხა ფეხით მივდივართ იმ ადგილზე ტყეში უნდა ვიაროთ ესეც რაღაც ღვთის განგებაა რაღაცა უცარი რომ სულ რაღაც ცოტა ხნის წინ ეს იყო 2 ოქტომბერი საეკლესიო კალენდრით ეს იყო 19 სექტემბერი და ჩვენ ესე იგი ამ დღეს ქონდა საუბარი წმინდა კონსტანტინის შესახებ და ისე მოხდა რომ აი რამდენიმე კვირა გავიდა და ისევ შაბათს დაემთხვა ეს ნაწილთა აღმოყვანება და რაც თავარია მე მაქვს საშუალება ეხა დღეს აქ ყოფილიყავი ამიტომ ჩავწერე საუბარი წინასწარ საშუალება მაქვს რომ აქ ვიყო ეს არის როგორც მოგახსენეთ ნაგინსკი და ეხა ჩვენ მივემართებით იმ ადგილისაკენ სადაც მოხდა მისი ნაწილთა აღმოყვანება ნუ სანამუშავალოდ ადგილზე მივიდოდეთ კიდევ ერთი რამ მინდა მოგახსენოთ ეს არის ეს დღეს გათოვდა პირველად აქ სადაც ახლა ვიმყოფებით დღეს მოვიდა ესეთი თოვლი ეს ახალი თოვლია ხო და ესეთი აზრი გამახსენდა უბრალოდ ეს არის ანა კალანდაძის ლექსია ესეთი როდესაც ეს 11 სექტემბერს ეხება როდესაც აღამ ახმად ხანმა თბილისი აუხრა ლექსია ესეთი მზე აიწია ფეხის სწორებზე მზე მზის ქალაქში ჩამოიხედა აი ეს რომელი ლექსია და მეორე სტროფი არის ესეთი ღრუბლები როკვით დაიძრენ ქარში და მიაშურეს ლილის-ფერ მთათა და რა საოცარი სიტყვებია ნახეთ ასეთი დარი თუ იყო მაშინ ოდეს თბილისი აიკლეს სპარსთა როგორი საოცარი შედარება კი არა რაღაც როგორი ამასაც მნიშვნელობა აქვს ხო როგორი ამინდი იყო მაშინ ნუ ეხა ეს ნაწილთა აღმოყვანების დღე არის და აი ჩვენ ახლა წინდან გადავუხოთ ესე უნდა წავიდეთ ხო და ეს ნაწილთა აღმოყვანების დღე არის მაგრამ ნუ რაღაცა რამდენიმე კვირის წინ იყო და იცით კი არ ვიძახი რომ ხვენელს მაშინ თოვლი იყო და დრამატიზებას კი არ ვაკეთებ მაგრამ აი როგორი მნიშვნელობა აქვს ყველაფერს ნეტა როგორი ამინდი იყო მე ისიც კი არ ვიცი ნეტა რომელ საათზე დილაუთენია გაიყვანეს სავარაუდოდ აი ამ გზით ვიყავდათ ეხლა როგორც ჩვენ მივდივართ დილაუთენია გაიყვანეს და რომ არ უნდათ რომ გაეგოთ გამთენიისას ეხლა ამ წუთას 8 საათია 9 დაიწყო ადგილობრივი დროით და აი გონი მოვიდით კიდევაც ხო და ეხა ხალხს გათენდა და მაშინ ალბათ უფრო ადრე გათენდებოდა და მთელი ქალაქი ესე იგი გამოყვა მასთან აი ეს რაღაცა 40-ავით არის ნახეთ აი მოვედით უკვე აი ეს რაღაცა 40-ავით არის და აი აქ ორმო იყო ამოთხრილი და აი იქ იყო რომ ჩაიყვანეს და აი იქ მოხდა ეს ტრაგედია რაც მე მოგიყევით ხო და აი იქ მოვიდნენ და აი აქ მოხდა აქ დახვრიტეს და ეს ცოცხლად დამარხეს და რაღაც ყველაფერი აი ამ ორმოში იყო სადაც ახლა ჩვენ ვართ აი მე ახლა ვესწრები რომ წრიული პანორამა გავაკეთო ნუ წარმოიდგინოთ დაახლოებით აი კიდენ მოვედით ჩვენ აი ეს ადგილას ეხლა ხალხი დადიოდა რომ მოდიოდით და მაშინ არ იყო ესეთი დასახლებული ქალაქ გარეთ გამოიყვანეს ნუ უღრან ტყეში გამოიყვანეს ესე რომ ვთქვათ რა ეხაც ესე აი ეს არის მისი საფლავი ეხლა მე ჩავალ და უფრო
ხოთაშორის ჩასა. ой, ფეხის რეალებს, ჩასავარდნიწყი არის, აი. ეს არის ის ადგილი. მე ვთხოვე ერთ ადამიანს, რომ დამხმარებოდა, რომელიც წინასწარ ჩამოვიდა. მისი სახელი არის გრიგორი. გრიგორი на этом месте это всё было, да? Ну да, конечно. ამ ადგილზე იყო. აი ეს არის გრიგორი, რომელმაც მომიყვანა. Были расстреляны 2 человека вместе с Константином. Ai ორი ადამიანი რომ დახვრიტეს იმას ყვება. Попали в тело куда-то, не помню, в плечо, по-моему. И живым сбросили к этим двум трупам. Ai იმას გვიყვება ზუსტად. ანუ ეს ცოცხალია ეს გადმოცემა. Собственно, вот, на мой взгляд, так выглядит исповедание веры. Либо ты выходишь вот из этой ямы без Бога, либо ты вот со Христом вот так умираешь. ეს არის აღსარებლობა. Конечно, вот вы видите, да, лес мрачный достаточно, здесь это особенно чувствуется. ესეთი ეს არის აღსარებლობა, ეს ტორმუში რო ჩაგიყვანენ. ან ამოხვალ აქედან. და წახვალ. და უარყოფ ღმერთს. ან ესე ცოცხლად დამარხეს ფაქტიურად. და შეიძლება ითქვას, ცოცხლად ამოვიდა აქედან. აი ესეთ ტყეში. მოგონებთ ეს ეხლაა დასახლება, თორე გაგახედებთ იქით კიდე უფრო ეს. აი ტყე. აი ესეთი ტყე იყო, აი. აი ესეთ ტყეში ხდებოდა ეს, რომელიც იყო. Тогда здесь было безлюдно, да, конечно. Скорее всего, меньше людей было. Меньше людей, да. В принципе, население других городов было меньше. Цирე მოსახლეობა ნაკლები იყო საერთოდ. ეხა გაზრდილია, ძალიან გაზრდილია ეხა მოსახლეობა. აი ესეთი ცოცხალი, აი სულ ყვავილები. ნუ ხა დღეს რო ყვავილებია, შეიძლება ეს არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ დღეს ნაწილთ აღმოყვანება, მაგრამ აი ნახეთ რაღაცა დათვლილია, ნუ ეს დღეს ახლა ამ წუთას აქ ჩვენ ახლა ტაძარშიც შევიხედავთ, რა თქმა უნდა, სადაც მისი წმინდა ნაწილებია. აი გავადიდეთ, მაინც უფრო ესე ფართო კუთხით გაჩვენებთ, სადაც მისი წმინდა ნაწილებია. Здесь есть какая-нибудь надпись или это сейчас снегом всё покрыто, да? Сейчас давайте. Ой, осторожно. Классно. Осторожно, წაიქცა. ხედავს რეალებს ყველაფერი საშინelt. მეც კი ნაღამ წავიკეთე ხოთი შორის. Инюши все, да? Ну, видите, жив еще. Так, сейчас. Ай. Ай ხა გაჩვენებთ ამ წარწერას. შე როგორ სრიალებს ვერ წარმოიგეთ, ეცეთ ხა აი. აი ესე და გავადიდებ ხა და გაჩვენებთ, აი. На этом месте ესე იგი ამ ადგილას 1918 წელს მოწამეობრივად აღესრულენ ქრისტეს სარწმუნოებისათვის დეკანოზი კონსტანტინე გოლუბევი, წინამძღვარი ღვთის განცხადების აზრის, ანუ ნათლისღების სახელობის განცხადების ქალაქ ბოგოროდსკისა, რომელიც იყო ესე იგი 1895 წლიდან 1918 წლამდე იყო წინამძღვარი ამ ტაძრის და ორი უცნობი მოწამე, რომელიც მასთან ერთად აღესრულნენ. აი ესეთი წარწერა. შეგვიწიოს წმინდა კონსტანტინეს მადლი. ძალიან მინდოდა მეც აქ მოსვლა და რა თქმა უნდა ძალიან მინდოდა თქვენთვისაც რომ მეჩვენებინა ეს ყველაფერი. ნუ ჩვენ ახლა გადავინაცვლებთ ტაძარში. აი ხა ჩვენ მოვედით აი ამ ღვთის განცხადების სახელობის ტაძარი. ღვთის განცხადება ეს იგივე ნათლისღების დღესასწაული. ღვთის განცხადების სახელობის ტაძარი, სადაც იყო წინამძღვარი. წლების განმავლობაში, აი ეს 20 წელი თითქმის. თითქმის 20 წელი იყო წინამძღვარი
მინდა კონსტანტინე, აი მოვედით აქ. ეხლა შევალთ ტაძარში. გონი რაღაც ისახურება უკვე დაწყებული ხია და Здесь входно. ეხლა პირდაპირ წმინდა ნაწილებთან მივდივართ. აი ეგ არის მისი წმინდა ნაწილები. არის ლოცვამის მიმართ. ესე გამოიყურება ეს მინდა ნაწილები. მე ცოტათი ტაძარსაც გაჩვენებთ ახლა. ცოტათი ტაძარსაც გაჩვენებთ ახლა და თოლერებინოთ ახლა და რა თქმა უნდა განახლებულია სხვა ტრომბა ახლა აქ და ყველაფერი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ასე გამოიყურება. წირვა დაწყებულია უკვე. ეს კათაკმაულთა კორექცია. მე კი ამითი დაგემშვიდობებით. მერთმა დაგლოცოთ. ჩვენთან არს ღმერთი.